დასაქმების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმის სახელწოდებით დასაქმების კვირეული გაიხსნა. საუნივერსიტეტო ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების და კარიერული განვითარების მხარდაჭერას. კვირეულში მონაწილეობს 170-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია. დასაქმების კვირეული 23 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და ის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ყველა ფაკულტეტის ჩართულობით იმართება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა მორიგი დასაქმების ფორუმი, რომელიც ჩვენთან სემესტრში ორჯერ ტარდება. ჩვენთან დღეს წარმოდგენილი იქნება მთელი კვირის განმავლობაში 170 კომპანია, კერძო კომპანიები, რომლებიც ჩვენ სტუდენტებს დაასაქმებენ, მათ შორის მიმდინარეობს საუბრები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვა და ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ყოველთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა იყო ჩვენს კურსდამთავრებულებზე, საფრთხებია. ჩვენთვის ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს მივცეთ არა მხოლოდ კარგი აკადემიური განათლება, არამედ მათ დავეხმაროთ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაში, რასაც ემსახურება ჩვენი სამსახური და დღევანდელი დასაქმების კვირეული, რომელიც გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში, დავასრულებთ 23 მაისს და ეს იქნება ყველა დიდ სასწავლო კორპუსი. დასაქმების ფორუმი რეალურად ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის და არა მარტო დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ მოიძიონ სასურველი ვაკანსია ან სტაჟირება მათთვის, მათი არსებული კვალიფიკაციის შესაბამისად. რეალურად მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ პირდაპირ კომუნიკაცია ქონდეთ პოტენციურ დამსაქმებლებთან, მიიღონ მათგან რჩევები მათი პროფესიული განვითარების მიმართულებით და ასე შემდეგ. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან ამ მიმართულებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზით ვიმყოფები მრავალი წლის პარტნიორული ურთიერთობები და მეგობრობა მაკავშირებს რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან და სამშენებლო ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ზურაბ გვიშიანთან. ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ინჟინერიის მიმართულებით არაერთ პროექტზე ვმუშაობთ. ჩვენი საექსპერტო კომისია, რომელიც ევროპის მასშტაბით თანამშრომლობს, დაინტერესებულია საერთაშორისო პროექტებში ტექნიკური უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის ნიჭიერი სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოიზიდოს. დასაქმების ფორუმი, რომელიც უნივერსიტეტში გაიხსნა და ერთი კვირა გასტანს, ასეთი სტუდენტების მოძიებასა და მათ დაინტერესებაში დიდად დაგვეხმარება. ახალი